მობრძანებისთვის ამ ცხელ ზაფხულის დღეებში ძალიან რთულია თავშეყრის ადგილებში ყოფნა ესმის. ამიტომ კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა რომ მოხვედით. დღევანდელი საღამო ეს არის ასე ვთქვათ ჩემი როგორც შვილის პრინციპში უკანასკნელი ასეთი ვალის მოხდა შეიძლება მამაჩემის სულის წინაშე. გამომდინარე იქიდან რომ მისი ძალიან დიდი სურვილი იყო და ოცნება რომ მისი სრული ლექსების კრებული გამოსულიყო, რომელსაც იგი ადგენდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, მინიმუმ ალბათ 2 წლის განმავლობაში თვითონ შეადგინა, თვითონ კრებდა რაღაცნაირად აი ბორდში წვალებით არ იცოდა კომპიუტერი ნორმალურად და ამიტომ მე არ შევცვალე და არ მოვიღე არ ჩავამატე არც ერთი ლექსი. ანუ თავის სურვილი როგორც იყო, ისეთი სახით მივეცით ამ კრებულს და ერთადერთი რაც შევცვალე ეს იყო სათაური, იმიტომ რომ სათაური მქონდა შერჩეული ალმასის ქოში ერთ-ერთი ლექსის სათაური, რომელიც მე არ მომეწონა და დავაკვირდი მეორე ლექსის, სხვა ლექსის სათაური ღვთიური პარადოქსი. რაც შეეხება ხდას და ხდის დიზაინს, ახლა ბევრს ეს არ მოეწონა. ანუ მამაშენი არ იყო ავანგარდისტი, შენ ახლა ავანგარდულად აზროვნებ რაღაც, მაგრამ ეს სურათი იმიტომ გავაკეთე, რომ ამის ინსპირაცია მომცა მამაჩემის აი ამ ნახატმა. მან დახატა მრავალი წლის საკუთარი ავტოპორტრეტი ტვინის ჭხლეტა თუ ხრეტა, ტვინის ხრეტას ეძახდა. ანუ აქ გამოსახული არიან საბურთი მოწყობილობებით, ცულებით, იჭმებით ადამიანები, რომლებიც უბრუღავენ ტვინს. და რაღაც აი აქედან გამომდინარე შევარჩია ესეთი დიზაინი. ამ წიგნის გამოცემაზე, რა თქმა უნდა, უმთავრესი მადლობა უნდა უთხრა მამიდაჩემს, რეზოს დას, იმიტომ რომ მისი დაფინანსებით მოხდა პრაქტიკულად ამ წიგნის გამოცემა. და წიგნზე მუშაობდით მე და დალი აბულაშვილი, არ ვიცი, არა უნდა მოსულიყო, რატო არ არის, არ ვიცი. ხო, გუშინ წინაც აქ იყო შეფასულად ახლა არის. მამაჩემის მეგობარი, ბოლო წლებში ძალიან ერთგული მეგობარი მამაჩემის და ეხმარებოდა ამ წიგნის შედგენაში და მხარში ედგა სულ ფაქტურად. აი ეს წიგნი აქ უკან მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები ბოლო თქმა, ანუ ბოლოს სიტყვა ეკუთვნის ჩემს კოლეგას და მამაჩემის ასევე მეგობარს და ჩემ მეგობარს მარსიანს, ლიტერატორს. წინა სიტყვაობა თვითონ მამაჩემის არის. და ეს წიგნი მაღაზიებში არ იქნება, იმიტომ რომ ელემენტარულად მე არა ვარ და არც მამიდაჩემი და არც ის დალი არა ვართ ინდმეწარმეები თუ შეფესე და დღეს ეგეთი კანონებია რომ თუ არ ახარ შეფესე ან ინდმეწარმე წიგნს მაღაზიაში ვერ შეიტანოთ რა. აქედან გამომდინარე ჩემი განაცხადი ამ წიგნთან დაკავშირებით ასეთია. თუ ვინმეს ექნება კეთილი სურვილი და კეთილი ნება, რომ სიმბოლური ფასი გადაიხადოს 5 ლარი ამ წიგნში და შეეძლება, ეს კეთილნებაზეა დამოკიდებული, დანარჩენს ვისაც ეს არ შეეძლება, შეგეძლებათ უფასოდ აიღოთ ეს წიგნი. პრობლემა არ არის. ეს რაც მინდოდა წიგნთან დაკავშირებით მეთქვა, ბოლოს აქ არის განყოფილება, რასაც ქვია ყალვარჯენი და მამა წერდა ასე ვთქვათ სამკურნალო ლექსებს, ასე ეძახდა თვით განკურნებად, თვით შთაგონებად რაღაცა ლექსებს და ყალვარჯენი ქვია ამ ციკლს, რომელიც ბოლოს არის მოთავსებული. ეს გახლავთ მამაჩემის ჭედურობები, ასევე იყო ჭედური ხელოვნების ოსტატი. ბოლო 20 წელი აღარაფერი აღარ გაუკეთებია პრაქტიკულად, იმიტომ რომ გული გაუცურდა, რადგან ცხოვრებაში ვერცერთი გამოფენა ვერ მოახერხა, რომ მოეწყო აბსოლუტურად. არცად არ გაუტანია თავისი ეს ჭედურობები. ეს არის არასრული, რა თქმა უნდა, ნაწილი, ბევრი დაიკარგა, ზოგი გაფუშდა ბინიდან ბინაში გადასვლაზე, რამდენი ბინა გამოვიცვალე, ზოგი დაჟანგა, გაფუშდა ასე შემდეგ, მაგრამ აი რაც შემგვივე 3 ბინიდან, ჩემი დედაჩემის და მამიდაჩემის ბინიდან ძირითადი ნამუშევრები აქ არის წარმოდგენილი და პლეხანოვზე აი თავარი მონაწილეს მოვიდა ჩვენი საღამოს. ეხლა მოვედი ხასიათზე. პლეხანოვზე არტოს ბაღში ქონდა მამაჩემს წრე და ასწავლიდა ჭედურ ხელოვნებას ბავშვებს და მოზარდებს. იმ წრეში მეც დავდიოდი. მაგ არტოს ბაღში ვარ პრაქტიკულად გაზრდილი, იქვე
არტოს ბაღი არის 105 ნომერი და მე ვცხოვრობ ჩვენ ცხოვრობდით 107 ნომერში და ჩვენ ეზოს და არტოს ბაღს ყოფდა ერთი ხის ჭიშკარი. ეხლა აღარც ის ეზო არსებობს, აღარც ის არტოს ბაღი არსებობს. მაგრამ როგორც ითქვა, აქედან ვერ ამოშლიო, აქ ყველაფერი ისევ ზის. მამაჩემი იყო ძალიან მორიდებული ადამიანი, უკიდურესად მორიდებული, უფრთხო ადამიანი იყო და ვერ მოახერხა თვით რეალიზაცია ცხოვრებაში, მაშინ როდესაც არ არსებობდა სფერო, რომ მას ნიჭი არ ქონოდა ამ სფეროში. პრაქტიკულად არ არსებობდა. ეხლა ზედმეტ ნამდვილად არ ვიძახი, თქვენ ყველანი იცნობთ უმეტესობა. ყველაფერი ეხერხებოდა, ხელოვნება, სპორტი, რადიოტექნიკა, მეცნიერება, გამომგონებლობა, ლიტერატურა, ყველაფერი, კაბიც. და იყო ძალიან უცნაური ადამიანი. არ შეიძლებოდა რომ მას შეენარჩუნებინა ოჯახი და ეცხოვრა ოჯახთან ერთად. ეს იყო გამორიცხული და ესეც მოხდა. მე 5 წლის ვიყავი, როცა მამა სახლიდან წავიდა. არ შეიძლებოდა, ეგ უნდა ყოფილიყო ცალკე, უნდა ეცხოვრა მარტო, თავის გემოზე, თავის ჭკუაზე, თავის ხორცზე, როგორც ვიტყვით ხოლმე. და აი ესე იყო რა სიცოცხლის ბოლომდე, იმიტომ რომ მას ყველაფერი ჰქონდა სათავისოდ მოწყობილი თავის სახლში. სახლში ვინც მასთან შევიდოდა, დაინახავდა რომ ეს სახლი იყო გამოტენილი 1000 ბარახლოთი. სხვადასხვა როდესაც გარდაიცვალა, ამ სახლს ვცლიდი და თვენახევრის განმავლობაში ძლივს დავწყავდი რა ეს სახლი. იმდენ რამე იყო, შიგნით მერტოთახიან ბინაში წარმოუდგენელი ამისი ახსნა. 3 საფოსვალი გავიტანა იქიდან. მაგრამ როდესაც ვეჩხუბებოდი ხოლმე მამა რადგან ამდენ ნაგავი და ბარახლო მე ვეუბნებოდა რომ როცა რამე გაგიფუჭდება იმ წუთში ხო ხედავ რომ ყველაფერი ნაწილები მაქვს და მართლა ესე იყო ნებისმიერ რამეს გარემონტება შეკეთება შეეძლო და არაფერი საყიდელი არ იყო ყველაფრის ნაწილი სახში ჰქონდა რომ მეჩხუბები რადგან ამდენ ბარახლო აი იმიტომ მინდა რომ ყველა ნაწილი სახში მაქვს მეუბნება და ყველას ეხმარებოდა მეგობრებს მეზობლებს ნათესავებს სულ ყველასთვის იყო ესე იგი პირველი ასე ვთქვათ დახმარების ხელი მისგან გაწოდებული აი ნებისმიერ სანტექნიკიდან დაწყებული მანქანით დამთავრებული რაც სახში შეიძლება გაფუჭდეს ყველაფრის გაკეთება შეიძლება მანქანის დაშლა და აწყობა შეიძლება თავის ხელით რა ნუ აბსოლუტურად ყველაფერი ეხერხებოდა ვერ მოახდინა თავის რეალიზაცია და ესე საწოდავად შეიძლება ითქვას რომ ამოხდა სული მე ვიძახდი და ეხლაც გავიმეორებ რომ მამაჩემი არის დღევანდელი აი ამ სიტუაციის და დღევანდელი ამ უკუღმართობის წვერული პირდაპირ შეგვიძლია ვთქვა, იმიტომ რომ საშუალება და ფული რო ყოფილიყო, ამ კაცს ეგნებოდა საგარეო მკურნალობა, განიკურნებოდა და დღესაც ცოცხალი იქნებოდა. ეს არის ერთმნიშვნელოვანი. აი ამ სიტუაციის წვერული. რაც ძალიან სამწუხაროა და საერთოდ ეგრეა რომ ადამიანი რო ყოფდება, მე ვიცი წიგნის გამოცემა, მე ვიცი გამოფენის მოწყობა და მე მცვენია სიმართლე გითხრათ, მე სულაც არ მიამახება დღეს ამ საღამოს რო ვატარებ, ან ეს წიგნი რო გამოვეცი, იმიტომ რომ მე ამაზე უნდა ჟარგონს ვხმარ, მე ჩარეჭა მის ცხოვრებაში. რომ რაღაცა დავხმარებოდი, რომ ეს წიგნი გამოსულიყო და გამოფენა მომეწყო მის ცხოვრებაში. აი აქ კავკასიურ სახლში შემიძლია ნებისმიერ მომენტში გავაკეთო გამოფენა. და ვერ მოვადი თავი რომ მის ცხოვრებაში ეს გამოფენა გამეკეთებინა რომ მას გახარებოდა. აი ამას ვაღიარებ, სულაც არ მიხარია დღევანდელი დღე. ცვენია, მაგრამ ეგრეა ესეთი ვართ კაფეები. ადამიანი რომ მოხდება, მე რო ვიცი კაფეება და მე რო ვიცი უი ვაი ვიში და რაღაცა. ნუ ესეა და მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც მე მგაშია რომ რაღაცა და ვარს ვიხდი მის წინაშე. რაც შევძლებთ, აი ეს არის რაც შევძლებთ. ხო აი აქ ზოგიერთი შეგანგები რომლებიც აღარ არსებობს იმათი ფოტოებია წარმოდგენილი და რაც შეეხება ქართული ვაზის ჩუქურთმას ეს უნდა ვთქვა აუცილებლად მამა მიაღწია ამაში ვირტუოზულ დონეს და როდესაც ეს ნახა გადმოცემით ვიცი ოჩიაურმა მან უთხრა რომ ფაქტიურად არ შემორჩება ოფიზარების დონეს ერთი განსხვავებით რომ ოფიზარები ოქროზე მუშაობდნენ და მამა მუშაობდა ლატუნზე ხო ოქროსაიდან ხო და ქართული ვაზის ჩუქურთმა მიიყვანა მაქსიმალურ დონემდე და ეს რო ყოფილიყო ფრიანი ადამიანი, ამას გამოიყენე და რაღაცა გავიდოდა ფონს ქვეყნიდან გავიდოდა რაღაცას მოიხვეჭდა პოპულარობას, მდგომარეობას, არაფერი არ უნდოდა, ესეთი იყო ასკეტი ბუნებით და ის თხოვნელასავით ასკეტურად ცხოვრობდა, ესეთი ტიპი იყო რა და არ ვიცი, მოკლედ ძალიან გულდასაწყვეტია რა თქმა უნდა, რომ ასეთი ადამიანები მრავლად არიან, რომლებიც მიდიან დაუფასებელი ამ ქვეყნიდან, ჯერ კიდევ დაწყებული ნიკალადან, ტერენტი გრანელიდან, იმათზე ადრესვები და დღემდე გრძელდება ეს პროცესი და ეს პროცესი არ თავდება. და ეს არის ზოგადად ერის და ქვეყნის სირცხვილი და არა ვინმე ერთეული ადამიანების ან რომელიმე რეჟიმის. ზოგადად ერის და ქვეყნის სირცხვილია, რომ ადამიანები ამ ქვეყანაში არ პასუხობენ. ნიჭიერი და განათლებული ადამიანები არ პასუხობენ.
აი ამის თქმა მინდოდა მე არ ვიცი თუ შემომესწრება ერთი ჩემი მეგობარი ვის კომპიუტერში ერკვევა მინდა რომ მას ვთხოვი იქნებ შემაერთებინო სწორედ ვერ ვაერთებ რომ მამაჩემი თვითონ სოციალურად წაიკითხავს თავის ლექსებს სიკვდილამდე დაახლოებით 1 წლის წინ გადავიღე და იმედია ვინმე დამეხმარება მის შეერთებაში თუ ვერ ვაერთებ ძალიან გასაწყვეტია რა შეეხება აი ამ წიგნს 82 წელს გამოსცა მერანმა ერთადერთი ბროშურა დაუვიწყარი ყვავილები აქაც სათაური შეუცვალეს ჩემსავით სხვა სათაური მქონდა მაგრამ მერანმა შეცვალა და ეს იყო ერთადერთი ბროშურა პატარა რომელიც მერანმა გამოსცა და ამის მერე მამას წიგნი არ გამოუცია აი ეს არის ეს ბოლო წიგნი ახლა მე მაგალითად მე რო ყოფილიყავი სრულუფლებოვანი რედაქტორი არ მივეცი ჩემ თავს ავისუფლება იმიტომ რომ ну, მისი შედგენილი იყო და ესე უნდოდა, მარტო სათაური შეცვალე, როგორც გითხარით. მე აქედან ნახევარ ლექსებს ამოვიღებდი და სხვა ლექსებს შევიტანდი. და გაცილებით უკეთეს ლექსებს შევიტანდი, რაც მას აქვს ძალიან ფლომად კიდე დარჩენილი, რაც ამ წიგნში არ შევიდა. მაგრამ მისი სურვილი ესე იყო და ხელი არ ვახელი ელემენტარულად. უამრავი პროზა, უამრავი ფელეტონები, რომელიც დიანგში იბეჭდებოდა, დროშაში იბეჭდებოდა 50-იანი წლების ბოლოს 60-იანებში, 70-იანების დასაწყისში. ეს ყველაფერი ამ ჟურნალების გაყიდლებული ჟურნალების სახით შენახულია მამას ბინაში იბეჭდებოდა თავის დროზე მაშინ იყო თბილისში ესეთი პოეტური თავყრილობები იკრიბებოდნენ ხოლმე კინოთეატრების ჰოლში სხვადასხვა კინოთეატრების ჰოლში იკრიბებოდნენ პოეტები არანაირი ლიტერატურული ეხლა რო არის ეს რაღაცა კლუბები კონკურსები რაღაცა არაფერი არ იყო მსგავსი იკრიბებოდნენ და უბრალოდ ერთმანეთს უკითხავდნენ ლექსებს არც ტელევიზია არც გაშუქება არც პრესა არაფერი არ ხდებოდა მე პატარა წაუყვანი ვარ მაგას პატარაობაში რამდენჯერ ესეთ შეხვედრაზე და იყო ესეთი უბრალო შეხვედრები ძალიან და იქ უკითხავდნენ ერთმანეთს ლექსებს ხო და მამაჩემისთვის პრინციპში პოეზია იყო მეცნიერულად უდგებოდა რაღაცნაირად აი ესე საერთოდ ძალიან ეზოთერულად მოაზროვნე კაცი იყო და ეზოთერიკა ძალიან აინტერესებდა და ბოლო წლებში სულ ეზოთერულ წიგნებს ყიდულობდა და სულ ეზოთერიკას კითხულობდა და რაღაც მედიტაციებს აკეთებდა და თვით შთაგონებებს აკეთებდა რაღაცებს და მე ვერაფრი ვერ ჩამithრია სულ უნდა აი შენ არ კიდე ეს წაიკითხო და ეს გააკეთე ის გააკეთე ეს გააკეთე ვერ ჩამithრია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან დაინტერესებული ადამიანი იყო ესეთი რაღაცები ეხლა ძალიან რო არ გამიგრძელდეს საუბარი სანამ ის იქნებ იმე მოვიდეს ու დამეხმაროს ამის შეერთებაში ძალიან რო არ გამიგრძელდეს საუბარი ეხლა მე მინდა ჩვენი საღამო გავაგრძელო გამომსვლელებით და პირველი რაც მინდა შემოგთავაზოთ ეს არის ჩემი პატარა კალიშვილი თეონა რომელიც წაიკითხავს ბაბუას ერთ-ერთ საუკეთესო ლექსს მოდიშვილი Proteus physialmuri astis titqos babashi daiqalies vitkaltus kaba kokorze kani asknebat vardebs damagnolies კეთიც ნაბერტყი კაკალი კვესის და უჯარმია ჯაგდებს კავები დაყვეთლებულა პანზე გოგრები ხლით მოკვეთილი მთების თავები და ნაწვერალში ნაომარ ველზე უბედობაში ნაძმობი ძმები ხელფერთ გაკრული ტყვეების დავა მიწაზე ყრია შეკრული ძნები და მჭყარი ხელი ჩურჩხელას ალებს ხოლო ხელმარცხნივ ყვავის ტყემალი სალოცავისკენ მიმავალ ურეს მიყვება გლეხი და ერკემალი ქვევრებში სხედან ლეგო ბიჭები და სიმღერებით კედლებს ლესავენ ამ მარნის ღვინოს ცოცხალს კი არა მყდარს აამყერებს თქვენი კლდესამე თოლის ფანტელთა კორიანტელში დრინია მოდის ბუხრის ყელიდან რას ანეტარო მგრძნობა იღვრება ცხოვრების დიდი საწნახელიდან მგრძნობა მერია დროთა ფერები ნატურმორჩ წერდი განცდით გამთბარი ვერ გავიმეტე დასაშორებლად ჩემი მიწაწყლის საფულ სამთავი კიკი მოდი შენ შემოგერა გადამარჩინე თორე ჩაფეშალა სანამ რა მოდი იქნებ შევაერთოთ რამენარა თორე აღარ ვიცი რა ხო მანამდე მე გავაგრძელებ ხო
ეხლა მე მინდა რომ რაღაცნაირად მოსაწყენი არ იყოს ჩვენ დღევანდელი საღამო და პირველ რიგში ეხლა მინდა თქო ესე რიგარეშეთ ორი სიტყვა მამას ძალიან დიდი ხნის და ძველ მეგობარს რომელსაც ფაქტიურად სკოლის მერხიდან აკავშირებს მამასთან ურთიერთობა და უბრალოდ ძალიან კარგად იცნობდა და ორ სიტყვას ვიცი რომ ნამდვილად არ დაუზარდება ბატონო გურამ ძალიან გთხოვ რა გურამ ლევანიძე
მოწოდებით მთელი თავისი სასიცოცხლო პულსით შეიძლება ითქვას პოეტი აი ეს ყველაფერი ერთად რამდენადაც ვერ შემიძლია თქვა უკვე საკმარისად ვიცორია და რამდენადმე მაინც ვიცნობ თანამედროვე სამყაროს მაინც აი იმ ეპოქის შემდეგ როდესაც რენესანსი იწოდებოდა ასეთი უნივერსალური მოცემულობის უნივერსალური ინტერესის და რაც თავარია უნივერსალური შეძლების ადამიანი საერთოდ არავის არ უნახავს უცნაურად არ შეიძლება რა თითქოს ასეთი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან ისე რომ მას მიეცა საბაბი რომ თავის ფსევდონიმად აერჩია ისეთი ბაი როგორც უჩიმა ну убиву თქვა და ვორთები მას მესამასში რომ ეს რა თქმა უნდა ძალიან ძიმე რამეს მეტყოლებს შენს ქვეყანაზე სამწუხაროდ ასე ხდება თითქოს როცა ქართველი ადამიანი შენიშნავს მეორე ადამიანს ნიჭს უკვე ემზადება იმისთვის რომ შური და ბომი სამწუხაროდ როცა ხედავს აი ასეთ ნიშს არამთუ მრავალმხრივს იცით ეს ისეთი მრავალმხრივობა რომელიც შინაგანად ერთიანია ის ერთიანობა იყო რობაში რომელიც მაფიქრებინებს რომ არის ადამიანი რომელიც თავისი შინაგანი სამყაროთი აი სამყაროს წინაშე დგას და სამყაროს არ ეკლავს თავის თავში უცნაური იშვიათი მოვლენაა ну ასე ხდება ხოლმე რომ როცა მიდის ადამიანი რა ხდება ის რასაც მეჩენთვის ამ შემთხვევაში და ყველგან შემთხვევაში დავარქვი მწარე დღესასწაული მიდის ადამიანი მას უფრო ხედა მას უფრო აფასებ და ამავე დროს რაც რო გადის მის უფრო შორს მიდის იგი შედა რა თქმა უნდა დღეს მისი პოეტური კრებულის პრეზენტაცია და შევეცდები დავინახო აი ამ თვალსაზრისით როგორც პოეტი სწორედ შევეცადი ის რომ მისი ეს მრავალმხრივობა არ იყო გაფანტული მრავალმხრივობა იგი შინაგანად ერთიანი იყო და ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული არსებობს ადამიანის ასეთი ხედვა რა ადამიანი არის მიკროკოსმოსი რა ესე იგი ის არსება რომელიც თავის თავში მთელ სამყაროს მთელ კოსმოსს მოიცავს ასე ითქვის და ასე უნდა იყოს მაგრამ რობინსონ კახიძე ამ მიკროკოსმოსს აი განასახიერებდა რაღაც უიშვიათესი სიცხადით მაგრამ ამავე დროს მასში ცოცხლობდა თანამედროვე აზროვნება შეიძლება ითქვას რომ თანამედროვე აზროვნების ერთ-ერთი რამდენადაც მეტამეჯერება უკაცრავად ერთ-ერთი ტენდენცია არის უმერეობს იმაში თანამედროვე ცდილობს აი სამყაროს საბუნების მეტყველას სამყარო როგორც ფიზიკური კოსმოსი და სამყაროს ასე ვთქვათ
ღვთისმეტყველური ღმერთის იდეასთან დაკავშირებული ეს ორი ნაკადი გაერთიანოს. აი სწორედ ამას ხედავთ ჩვენ რობინსონ კარიდის პოეზიაში. მეგონი ძალიან სწორედ მოიქცა გოგი რომ მის კრებულს უწოდა ღვთიური პარადოქსი. რადგან ამ პოეზიაში ისე როგორც თვით რობინსონში ეს ორი მხარე სამყაროს ასე ვთქვათ ძალიან ზოგადად თუ ვიტყვით ფიზიკური და აქტიური ამ პოეზიაში გაერთიანებულია. სწორედ ამიტომ არის რომ თუ არსებობს ლისტვის როგორც პოეტისთვის აი საფდენი სიტყვა ის სიტყვა რომელიც პოეზიას სიღრმისეულად აფუძნებს. ეს არის აი ღვთიური ველი. რასაოცარი გამოთქმაა ველი ეს არის ცნება როგორც ახლა მე კონცეფტი რომელიც მოდის ფიზიკიდან და ღვთიური ეს მოდის ჩვენი აზროვნების სულ სხვა ასპექტიდან. აი ეს ღვთიური ველი როგორც სამყაროს ამავე დროს ადამიანის ხედვის ესე გულისხმობ გამაერთიანებელი ხედვის შემიძლია ლაიტმოტივად მისდევს ფილმის პოეზიას და ამისთვის საკმარისია ამ კრებულის გადაკითხვა. აი და ორივე ამ მისი აზროვნების და მისი ხედვის ორივე ამ მხარეს აერთიანებს აი სიტყვა საფდენ სიტყვათა მთელი კომპლექსი. პირველს როგორც ველი ხო ვთქვით რომ ფიზიკიდან არის აი გენეტიკური ალგორითმი შესაქმეს იქაგი როგორც აი გენეტიკური ალგორითმი როგორც ღვთიურ შემოქმედებას სწორედ კოსმიური გაგებით და სამყაროს აკითხებდა როგორც აი ხომალდს სამყარო როგორც ხომალდს რომელიც აი მიედინება დროის ამ კოსმიურად გაგებულ ნაკადში. მაგრამ ამავე დროს მისი პოეზიის თითქმის შეიძლება ითქვას ყველა ეტაპზე, შინაგან ეტაპზე ცოცხლობს იესოს სახე. იშვიათია მოიძებნოს. აი ამ გიგეუბნება რომ იესოს ისეთ უყვარხარ დღესაც ეუბნება ადამიანს საკუთარ თავსა და ადამიანს საერთოდ. ის ლაპარაკობს და შეშუქო არ გამიგზელდეს სიტყვა. როგორია მისი პოეზია როგორც ქართული პოეზიის ერთ-ერთი ნიმუში და როგორც ფენომენი შეიძლება ითქვას. დავუპირდეთ ამ პოეზიის შინაგან რიტმიკას და დავინახავთ რომ ყოველ მის პოეტურ სიტყვაში ყოველ სტროფში ცოცხლდება მთელი ქართული პოეზია. დროგადის გალაქტიონის რიტმიკა, მაგრამ ეს არ არის ნასესხები გალაქტიონი. ეს არის უბრალოდ იმ პოეტურ ნაკადში ყოფნა, რომელიც ჭეშმარიტად ქართული ნაკადია. რა თქმა უნდა, ეს არის გალაქტიონისოვი რიტმიკის აი ჭეშმარიტად შემოქმედებითი ათვისება, შეთვისება. დროგადის მიქრიან დროგებზე დროგადი ხელთოგრ არის ნათქვამი თითქოს მთელი იდუმალებაა შიგ ჩაქსოვილი დროის დინების საათი ისე იქ ბრუნდება
კონკრეტულს ამარცხებს ზოგადი. აი იცით რა, სტრიქონები, რომელიც ერთდროულად ნიშნავს ქართული პოეზიის საკუთარ თავში ხელახლა აღმოჩენას და ამავე დროს შეიცავს მთელ ფილოსოფიას. იმ ფილოსოფიას, რომლითაც ქართული აზროვნება საკაცობრიო აზროვნებას მე ძალიან ცხელა მესმის ძალიან კარგად, მაგრამ ეს რაღაცნაირად მაინც მისი ხსოვნის საღამოა და მოусმინოთ ერთმანეთს, დიდი ხანი აღარ გავაგზავნებთ. ეხლა თუ არ ვწდები, დღეს არის ვაჟაობა. ხო და ეხლა თქვენ ამ წიგნებს აიღებთ და თქვენ თვითონ წაიკითხავთ და გაეცნობით, მაგრამ უბრალოდ აი რო არ წავიკითხვა შემიძლია, აი დღევანდელ დღეს ვაჟას. ვაჟა, როცა შენს წიგნს ვნახავ, ფიქრი დაიწმინდება. ურწმუნობის გადალახვა კაცად ყოფნა მინდება. ბურჯად დგანამ ობოლ სულის, მოგზავნილი განგების, ალუდას და გოგოთურის უმბერაზი ლანდებია. გველის მჭამლის მისლურ ნებით დაჩეხილი ვსარდები, დაცემული ფეხზე ვდგები, კაჟდები და მაღლდები, იმეც ღრღნი და ეჭვის დანა, ღონეს კუთხის ობობა, უმეტოდ ყოფნა მომიტანა, ყველა ავადყოფოდა. და ერთ ლექსსაც წავიკითხავ. პატარა ლექსი იყო, თავიდან მხოლოდ 4 სტრიქონი იყო და მე დაუმატა როგორც ეთქობა. მაგრამ ეს ბოლო 4 სტრიქონი არის კულმინაცია ჩემის აზრით და მთლიანად წავიკითხავ. ნეტაი რადა დამბადე ქარიშხლად, წერს დავატეხდი რისხვასა. შენი მკერდიდან წაგლეჯილს არ გავატანდი მისხალსაც. კლდედრად არ მქმენი პიტალოთ, გულქვად და შეუგნებლად და კბილს დავაცვეთდი უწმინდურთ, შემოსეულებს მგლება და ან მეხის ძალა მოგეცა, რომ ქცეულიყავ კუხილად. თავგასულთ, გალაღებულთა, ხინს შეგუცვლიდი წუხილად, ეხლა რა ჭირი მოგჭამო, რით შეგეშველო მშობელსა, რით ვუგულადო დროჟამსა, ყოველთა დამამხობელსა და ის ბოლო კუპლეტი, რომელიც თავიდან მხოლოდ ეს კუპლეტი იყო. ჩემი ჯახირით მიწის პირს, კვალიც არ შერჩა, ცირედი, ნეტაი ცრებლად გეშობე, თვალს მაინც ავატირებდი. აი ეს ერთი კუპლეტი მიმაჩნია, ეხლა ხვალ სიტყვად არ ჩავიტვალოთ, მაგრამ ამ ერთი კუპლეტის მეტი რო არ დაეწერა, მე მაგალითად მივიჩნევდი, როგორც ძალიან დიდი პოეტი. კიდე მინდოდა რაღაცებს საკითხო, მაგრამ მე აღარ გავაგრძელებ, ძალიან ცხელა, ეხლა მე მინდა მივცე ქალბატონ თქვენი სახელის ხმა ვიცით. ქალბატონ ლუდას მინდა მივცე სიტყვა. მოგზავნით ქალბატონ ლუდა. ლუდა რომ მე შესაძლოა და აი გინდა მიკროფონი. მოგესალმებით. აბა ჩემს მეგობარი. მე ვარ ლუდა ღონიაშვილი, სპეციალობით ქიმიკოსი გახლავართ. მე ძალიან გვიან დავიწყე ლექსების წერა და როგორც კითხელი შემოვიდი პოეზიაში, ჩემი პირველი მეგობრები გახლდათ ბატონი მიხეილ გოგუაძე და ბატონი რეზო კახიძე. მერე მიეღალდა ბატონი რეზო ადამია. მე პირველ რიგში წარგიხავთ აგერ ზის დარბაზში ბატონი მიხეილ გოგუაძე, მისი საუკეთესო მეგობარი, ბატონ რეზოს საუკეთესო მეგობარი და გახსნებისთვის რამდენიმე ზოგადი დავიდა ჩვენგან მეგობარი პოეტი, რომელმაც თავისი სიცოცხლის ეკრიანი გზა პატიოსნად და თავდაბლად გაიარა. მუდამ ყოფიერების იდუმალების ძიებაში ის თავის ლექსებში სიბნელიდან სინათლისაკენ მიდიოდა. რეზო კახიძე ჩვენთვის იმ კაცის სიმბოლო დარჩება, ვინც თავის მშფოთვარე სული თავის ლექსებში მუდამ იქნება. როგორც მოგახსენეთ, ჩემი მესამე წიგნის რედაქტორები გახდნენ ბატონი მიშა გოგუაძე, ბატონი რეზო კახიძე და ბატონი რეზო ადამია. აი ამ მომენტში ის იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი, მიკითხავდა 1000 რაღაცას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან, ძალიან ბევრი საერთო გქონდა და მე ამდენი ლექციების შემდეგ მეყოდა, ეხლა დაჭექი და ლექსი დაწერეო. მე აღარ დავიწყებ მის დახასიათებას, თქვენ ყველანი ახლოს იცნობთ მას და თითქმის ჩემ ლექსს წაგიკითხავთ, რომელიც მე მას მიუძღვენი
და თვითონ ლექსში ჩანს მისი სახე, როგორი იყო ბატონი რეზო კახიძე და ასეთი დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. კონსენსუსი თუ პარადოქსი. ეს ლექსი მე დავწერე 2006 წელს და მიუძღვენი რეზო კახიძეს. რამდენი ვარჩიეთ და ვერ შევამჩნიეთ, რომ სასურველი დრო ვერ შევარჩიეთ, ბედნიერებას მირაჟი ვარჩიეთ და უსასრულო ლოდინად ვაქციეთ, უერთმანეთობა ერთმანეთს ვარჩიეთ და ერთმანეთი ჩიხშინი ვამწყდიეთ, ბნელიდან დიადი ვერ გამოვარჩიეთ და მზეობას ვარჩიეთ, სიზიფეს ლოდი მაინც ვერ ავციეთ, ვერც ილუზიების ფარდა გადავწიეთ და მაინც დავდივართ, სიყვარულს ვასხივებთ, სიცოცხლით ვაშინებთ სიკვდილის აჩრდილებს. ეხლა მეგობრებო, ცოტათი რომ ჩვენი ძიმე დასიცხული ყოფა რომ ცოტათი გავახიარულოთ თუ შეიძლება ითქვას, მე მინდა რომ ხო აჩიკოს ყველას გესურვებათ, ეს არის საქართველოს კულტურის ერთ-ერთი კოლორიტი, არჩილ ჩიხლაძე, დუეტი არჩილ და მაღვალა ჩიხლაძეები. ეს არის მამას ძველი და ძალიან დიდი მეგობარი და აი მამას ხალხი მოვიდა და absolutely არ გავბრაზებ მაგაზე არ ზედია. იმდენად კეთილშობილი და სწორი ადამიანის ცხოვრებაში. აფეთქება ცეცხლი, მაგრამ არ ბრაზდებოდი, მე მიშელ თითქმის ერთდროულად გავიცანი. 53 წელია.
ჯანმრთელობა კარგად ყოფნა თან გვეყოლე და თან სიტუაცია.
ხო. მოკლედ ცოტა ემოცია შეიძლება გადამძალა და რაღაცები უხეშად თქვი შეიძლება, მაგრამ რაც არის ეს არის. ეხლა ჩვენ ნელ-ნელა ცოტა ერთი-ორი გამოსვლელი კიდე და მერე ჩვენ გადავინაცვლებთ მეორე განყოფილებაზე ძალიან თოთ არ დაიშალოთ. ეხლა მე მინდა რომ სიტყვა მივცე მარსიანს, შენ კოლეგას, მამას მეგობარს ასევე, ლიტერატორს, პოეტს, კრიტიკოს, ლიტერატურულ კრიტიკოს, მხატვარს, რა ვიცი. და შეთა გავთამამდები და ვიტყვი რომ ცოტა ლაკონურად ვიყოთ რომ ესე იგი ყველაფერი მოვასწროთ. მედიტაცია შვიდად სულის გვირაბში შედი გიგებს შეხედვა უთუ ვერ ვინიგრძელი უთუ ვერვის ვერ ხედავ მოწიწებით იხილე მოწიწებით იარე პური უგდეს სამყაროს მადლი გაიზიარე სასწაულის ნათელში მოიხსენი სათვალე ეხლა უკვე ვერ ითვლი რომ არ ვინ გვითვალთვალებს დგას სიწმინდის სურნელი სიყვარულთან ერთიან გულმა გაინეტალა შენში თურმე ღმერთია აღტაცებით აგავსებს დიდი უფლის ცრუობა შენ სასრულო არსია ყველა უსასრულოა სლევს გავედი ბოლოში ჩაგამთავრე გულისე როგორ მანერვიულე როგორ გამაგულისე როგორ დამაგდებინა შეჩვეული ჩრდილები როგორ გადამირიე ვარდისფერი დილები განცდით შემოანგრიე აზროვნების კარები როგორ გადამირე სული ნაიარები ნათლის სხივმა გაფანდა სატანა და ცბიერი ძლავრად წარმოიმართა სიღრმე ცნობიერი ღვთიურ ანგად მომესმა კაცის სულის ღაღადი მოსეს სიტყვად ნოესმა დამეთყველდა ქაღალდი აღარ განმეორდება საკვირველი დრო ისი ისტერია სიტყვების გულისა და ჯოის ასე ვთქვათ, სიტყვა თვით რობინზონის პოეზიას მივეცი და ჩემ მცირე კომენტარს მოვაყოლებ. ეს კაცი იყო ზეპირად მოსაუბრე ფილოსოფოსი, ამავე დროს პოეტი, ამავე დროს მხატვარი, ამავე დროს ტექნიკოსი და უნივერსალი. მოკლედ ეს უკვე ითქვა. და რა შეიძლება დავამატო ახლა პირადად ჩემი აღქმა როგორი იყო ამ კაცის. როგორც საერთოდ საზოგადოებისგან იგნორირებულ ადამიანებს ხშირად ჩვევიან, ის იყო ნიჰილისტი. ოღონდ არსებობენ აი გამოროდებული ნიჰილისტები და არსებობენ კეთილშობილი ნიჰილისტები და რობინზონი იყო კეთილშობილი ნიჰილისტი. ახლა მასთან საუბრის დროს რჩებოდა შთაბილიყო რომ ამ კაცს ალბათ ზურს ეს ქვეყანა საქართველოს საქართველოს აგინებდა საქართველოს აგინებდა გადაშალეთ ეს იგი და რამდენ პატრიოტულ ლექს ნახავთ გიორგი ამბობს რომ პატრიოტულ ლექსებს არ შევიტანდი რაც იქში ჩემდება რომ ყოფილიყო ყველგან ახლა მისი ნება იყო ავტორის ნება იყო ასეთი და ამის გამო შეიტანა და თანაც ერთი რაღაცა არის რომ ეს პატრიოტული ლექსები ასაკვირველია არ გავს იმ ლექსებს აი საქართველოს რო სიყვარულზე მიცემიან ასე ვთქვათ გულზე ჯიშიცები და ასე შემდეგ აქ არის რაღაც რეალური განცდა რომელიც კაცმა ესე იგი 1000 გვარი აზრის 1000 გვარი ეჭვის გადალახვის შედეგად ასე ვთქვათ შეიმუშავა და ეს ბოლოდროინდელი რამდენიმე ლექსი არის არ არის ახალგაზრდობის დროინდელი როცა კაცს შეიძლება ქონოდა ილუზია აი ბოლოდროინდელი 2000 წლის შემდეგ 21 საუკუნეში დაწერილი რამდენიმე პატრიოტული ლექსია მე მაგალითად პატრიოტული ლექსი არასოდეს დამწერია და არც ვაპირებ დაწერას მაგრამ სხვას რომ კარგად გამოუვა მაინც მივესალმებ რობინზონი ახლა პირველ რიგში არის ფილოსოფიურად მოაზროვნე პოეტი ეგ არის მთავარი და მის შემოქმედებაში ასევე არის ძალიან ლირიკული ძალიან აი მღერადი ნაკადი და საერთოდ ის არის მრავალმხრივი პოეტი როგორც მრავალმხრივი არის თავის ასე ვთქვათ თლიანობაში ასე ვთქვათ როგორც ხელოვანი თვით ლირიკაშიც ასევე მრავალმხრივია და
ამ წიგნს ჩემი ბოლო სიტყვაობა ახლავს და მე ვამბობ, რომ აი 65 წლის ასაკში დაამთავრა მას სიცოცხლე. სხვადასხვა გარეგულად ძალიან ახალგაზრდა გამოსულა და აღარ წარმოგონა ის თუ ასე ადრე დაბრუნდა. და მისი სიცოცხლე ახლა იწყება. ახლა იწყება რობინზონის სიცოცხლე, რევას კახიძის სიცოცხლე. მოდი ამ ჭეშმარიტი და აქტიური სიცოცხლის დასაწყის მივესალმოთ. აგიმაგის ეხლა მე მინდა ორი სიტყვით ბატონ რეზო ადამიანს ვთხოვო სიტყვა მე რეზოს ჩვენც მაგაცები ვართ და მივხვდეთ ამ ხელა განსხვავებისა ასაკში მართლაც მაგაცები ვართ და რეზოს მე წიგნი გაიხდის ადრევალი მაჩუკე და გაეცნო და აქტუალებული იყო სხვადასხვა ძალიან ჩემეულია ვიზარდა და ეხლა მინდა თავისი აზრი მოგახსენო. ამბობ მე ჩემი გიორგის თაყვანისმცემელი ვიყავი მისი ლექსების მისი რეგისტრის და ამ დროს სულ შემთხვევით აქ გამიცადილი ის წყნარი დიდი პიროვნება და თუ თქვია ბატონ გიორგის რა პოეტია. ნუ არ უცოდე მე ერთ-ერთი ზადია ნახევარზე მეტი პარიზში ცხოვრობდა გუშინ. ერა ციგნი ვაჭუქდა. უბრალოდ ისე კი არ წავიკითხულობ მე ზოგიერთ პოეტის მაგრამ ვიყებიანთ ეს კავშირი ამოვიკითხა. ვაუ, კარგია ვიცი. მეორეჯერ მივა კავშირი ნებისმიერ თვითონ კარგია ვიცი. და ამ დროს ეს ციგნი როცა ხატა მე ახლოს მიდევს ან ბრილიანტების ციგნი ან გალაქტიონ დაბიძე ან ჩვენი შედევრები ქართული. როგორც დავივლები ხალხისგან კითხულობ და ეს უკვე ყველაზე ახლოს დავიდებით ბოლო პერიოდში. როგორც მომენატრებოდა ლექსი კარგია მეთქიდა ჩემი ერთი სიტყვა რა არის აი ჩემთვის აღმოჩენა ეს ნიკო სამადაშვილის და მგონი ძალიან უნდა შეისწავლოს პოეტი. თავის აზროვნებით, თავის პოეტიკით, ფილოსოფიით, ასტრონომიული გაგებით, კოსმიური ხედვით, თითქმის სიახლეა. და მე ვიყავი რომ თუ ნიკო სამადაშვილი იყო აღმოჩენა ქართული საზოგადოებისთვის, ბატონი ზედაზის აღმოჩენა. და ეს უნდა მაგრა უნდა ხალხს დავაახლოვოთ. უნდა მოეწყოს ტელე გაცნობა, რადიო გაცნობა, თვითონ ციგნის უნდა გავსალო სერიალი უნდა გაზეთაფართოვდეს უდიდესი პოეტია. ლექსი მარტო ის კი არ არის, ყვავილი მოგეწონა, ყვავილის ფუტკარი როგორ დაიჭერს, აქ არის აზროვნები, ეს არის ქართული ტკივილი, სოფლიო ტკივილი, საკაცობრიო ტკივილი. მაგრამ მისმა მეგობარმა დიდებულად ბრძანა. აი ის რაც ჰქონდა ამ ადამიანს მრავალ სახეობა ნიჭი, ის ყველაფერი ჩადებულია მის ლექსში. და კაი პოეზია. ასე რომ საქართველოს ყავს იმ დიდ პოეტების გვერდით ბატონი რევაზ კახიძე გუჩინო დიდი პოეტი. და ვიტყოდი რომ ზოგიერთ ლექსში გენიოსის არის. ახლა მე წაგიკითხავ ერთ ლექსს და მე თვითონ მამაჩემს ვიცემ სიტყვას. მე მინდოდა დიდერტარანზე გასულიყო ტექნიკურად ვერ მოხერხდა, მაგრამ აი ლეპტოპში გავუშვებ და შედების დაგვარად დაინახავთ. მაგი კარგად იქნება. ეს ლექსი მამამ მიუძღვნა ჩემო მცროს ქალიშვილს, როდესაც დაიბადა ის, სულ რაღაც რამდენიმე დღის იყო, როცა გაჩნდა თეონა და აი ეს ლექსი მიუძღვნა. თეონას შენ მოხვალ ჩვენთან ალბათ ღვთისნებით, წმინდა ბავშვური ტოლვით და გზნებით, რომ შეასრულო ის არჩევანი ყოფნა არ ყოფნის სიცოცხლის გზებით, მაგრამ თუ იცი პაწაწა სულო, დიდი მისია რომ აღასრულო, უნდა გახვალო ახალი შარა, ზღვა სიყვარულის და უსასრულო რაც გვაწყერინა მკაცრმა საწუთრო, რომ დაგვალობლა და გაგვამწარა, გამოისყიდა შენი ჩუქებით, ის და რაგლისი შენით დაფარა, თავს წამოგვადეკ მოულოდნელად, ზეცის მადლი ხომ უდამ ზღვაურობს, მან გვიძღვნა შენი სპედაკი მზერა, გარდასულ ხედვი სანაზღაუროდ, შენ გადმოლახე ყოფნის საზღვარი, გამოიარე ღმერთის საბაჟო, შიში ტკივილი თუ ქარბუქები, დამოგვიტანე გულის ამავშო, ქვეცნობიერის ჯადოსნური ხერხით, გზა გაუყვალე ლამაზ პატარებს, სიკვდილ სიცოცხლის პირქუშ კიდეზე, ანგელოზებმა გამოგატარეს, ტკიცებულება უძლევი ძალის, ღმერთის დასტური, სამყაროს ვიზა, ხუხუნა ბაგით, გახსნილი გულით, ღიმილს გიგზავნით, ვით მონალიზა, ვინ მოგცა მწვანე დიდი თვალები, ეს ხომ სიტურბის ნახტი ჩინია, ამდენ კაცებში, ამდენ ქალებში, ასე ჯერ არ ვის გაუცინია,
შენ გაგვიუქმე ყველა სიმდიდრე და გვიკანონე სხვა სიყვარული უმამკოების ლამი შვიდობით და გვიკანონე სხვა სიყვარული სისპედაგის და მიამიტობის. ეს ის რომელსაც ეხლა მე მეც აღარ გავაგრძელებ, ეხლა მე ჩავთავ ვიდეოს და მამა თვითონ წაიკითხავს თავის ლექციებს. ზედ შესეული ჩილები აქ რეალურად ილობებიან რეალობაში ჩარჩენილები გამორბოდი და გავდი პეთიას თონდა კაცობის ჩემი პროექტი რაღაცის ამთო ესეთია ქართველისა და ბედი პოეტის არავინ მელის ბოლო ჭიშკარი ისევ ღია ქრები უჩუმრად შეიცადო საითიჩკარი ერთხელაც არ ვინ ჩამიჩურჩულა თითქოს ადრეა თვალთან დავსება იმზერდა მევწოხრო ხარფერ მოდრეტილს რით გაგახარო ჩემო არსება რით დაგიმშვენო ავტოპორტრეტი აქ არის შველა გონიერება სინათლეს მოგუფეს უგუნურთათვის მარაძამს ბრნელა მე უნდა შევძრო ყველაზე მერტი ვიქმნა წინ მძღოლი და შემოქმედი დამროცე დავით შვიდობის გზაზე შემოებრუნა ქართველთა ბედი და ეს დევს ინტერნეტში, ვისაც მოსმენა უნდა ინტერნეტშიც YouTube-ზე დევს და შეგიძლიათ. მოკლედ ხალხო, ხო, იყო კიდე ერთი ჩანაწერი, რომელიც შემომეგობრებმა ჩაწერა და იგივეს კითხულობს იქ და წავშალე მეუთხარი უკვე ჩაწერილი მაგვეთი, რას წარმოვიდგენდი თუ სიკვდილს აპირებდა. მეუთხარი მაგვეთი ჩაწერილი და რაღაც კიდე მეთქი და ისევ აი სახში ჩაწერა ეს. მეორე სხვა ჩაწერილი. სხვა ჩაწერილი, სხვანაირი, ნუ რაღაცა. ჩეკამკები აღარ ჩანდა იქ უბრალოდ რა. მოკლედ ხალხო, დღევანდელი ეს პროგრამა ამით მე ამოწურე. ეხლა მე რა თქმა უნდა უღრმესი მადლობას უყურდას რომ მოვძადით გაძლებისთვის და აქ იყავით. ეხლა ძალიან გთხოვთ რა. მე და ჩემმა ოჯახმა, მამაჩემის ოჯახმა შევეცადეთ რომ ეს საღამო რაღაც ლამაზად დაგვირგვინებულიყო და გვაქვს გაშლილი სუფრა. არ წახვიდეთ უბრალოდ ნაცვალეს ნუჩანგებელი წყალში და ბევრი არაფერი არ არის. ჩავალთ იქ, მაგრამ სანამ ჩავალთ იქ კაფეში, მოდით და ეს წიგნები აიღეთ რა. ბევრია და აიღეთ ეს წიგნები. ვისაც არ აქვს, რამდენი წიგნად ისე აიღეთ რა. მოვდა. ლელა ხალხო, მოგეთ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სულას მობრძანებისთვის, რომ დააფასეთ მამაჩემი მისი სული. გაგიმართლეთ, ერთმა გადღეგრძელოს. თქვენ ოჯახებში მარტო სიკეთე გამეგოს და კეთილდღეობა. იხარეთ ხალხო. დებატია ტერენტი გრანელის წერალი, ტერენტი გრანელის დამხატავი და რა ვიცი. ხოდა აი რეზუარი მეგობრებო, მოусმინოთ აჩიკომ უნდა რომ უღეროს რეზოს. შენთვის ღერის რეზო შენთვის. აბა გადაიღე. რამდენი გირდი და გასვეთი გელათი ვინი? ასლაპარაკო. ეი გიგოდა რა გიგოდა. სიჩუმე. აქ მიკროფონი არ არის და სიჩუმე. ერთხელ მაინც
Sorry,